თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ახალი თავდაცვითი შეთანხმება გააფორმეს, იბადება თუ არა რეგიონში ახალი სამხედრო ცენტრი. უკრაინის მასირებულ შეტევებს რუსეთმა დამანგრეველი ბალისტიკური რაკეტების იერეშით უპასუხა. უკრაინისა დაუცველია. როგორც იტყვება დასავლური მედიით, შეერთებულმა შტატებმა შორს მოქმედი იარაღის მარაგები ირანთან ომში ამოწურა და რა გავლენას ახდენს ეს სამხედრო ტექნოლოგიის დეფიციტი უკრაინის ომზე. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ექო და სანამ აი ამ მნიშვნელოვანი თემების ანალიზზე გადავალთ, რომელიც გასული კვირის მთავარი ჰედლაინები იყო, გსურთ რომ გაგვიკომენტაროთ, დაგვილაიქოთ და ამ მხრივ დაუჭიროთ ხარი ჩვენი პლატფორმის განვითარებას. ესე იგი, 7 აგვისტოს თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ქალაქ მექაში მოაწერეს ახალ თავდაცვით შეთანხმებას ხელი, რომლის მიხედვითაც ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს სამივე სახელმწიფოზე ომის გამოცხადებას და სამივე სახელმწიფოს ეს ხელშეკრულება ავალდებულებს, რომ ჩაერთოს დასახმარებლად ამ ომში. არის თუ არა ეს დასავლური ნატოს მსგავსი ანალოგია რეგიონში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეგიონის ძალთა ბალანსზე. ამისათვის მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თვითონ სახელმწიფოთა ხასიათს, თუ რა ტიპის ძალები გაერთიანენ ამ ახალ კოალიციაში. ესე იგი, თურქეთი, რომელიც არის რეგიონის ალბათ სუპერ სამრეწველო და სამხედრო სახელმწიფო, თავისი დიდი ეკონომიკური და სამხედრო რესურსებით, საუდის არაბეთი თავისი ძლიერი ეკონომიკითა და ენერგორესურსებით და პაკისტანი, რომელთაც ასევე დიდი სამხედრო რესურსი გააჩნია და გარდა ამისა ის ფლობს ბირთვული შეკავების შესაძლებლობას. შესაბამისად, აი ამ სამი სახელმწიფოთა კავშირმა გაერთიანა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები მის აი ამ თანამეგობრობაში ახალში, რომელიც მიხედვითაც ნებისმიერი მსგავსი ტიპის გაერთიანებას ექნება შანსი, რომ გახდეს რეგიონის და ზოგადად უფრო ფართო გეოპოლიტიკური სივრცის მიზიდულობის პოლუსი, რადგან მათ აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი ეკონომიკიდან და დაწყებული სამხედრო რესურსამდე დამთავრებული და რაც მთავარია ბირთვული რესურსი, რაც ნებისმიერ სხვა ტიპის მოწინააღმდეგეს სერიოზულ საფრთხის წინაშე აყენებს, თუ კი ისინი დაუპირისპირდებიან აი ამ სამი სახელმწიფოს გაერთიანებას. მთავარი კითხვა არის ის, თუ ვის წინააღმდეგ მოხდა აი ამ სამი სახელმწიფოს გაერთიანება, რა არის ის მიზეზი, რის გამოც ეს სამი საკმაოდ დიდი ძალა რეგიონისა გაერთიანდა. თან მოაწერეს ხელი არა რაღაცა ეკონომიკური თანამშრომლობის ტიპის ხელშეკრულებას, არამედ სამხედრო თავდაცვით კოალიციური ტიპის ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ აი ამ ირან-ამერიკის ომის შედეგად სრულიად შეიცვალა რეგიონში უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, შეიცვალა არქიტექტურა გეოპოლიტიკური, რომლის მიხედვითაც თუ კი აქამდე ჩვენ მრავალჯერ გვითხოვს და ახლაც გავმეორდებით, თუ კი აქამდე შეერთებული შტატების ესე იგი სამხედრო ბაზები და შეერთებული შტატებთან სამხედრო ტიპის ან ნებისმიერი სხვა ტიპის ესეთი ღრმა სტრატეგიული მოკავშირეობა იყო უსაფრთხოების გარანტია, ირანთან ომის შემდგომ როგორც აღმოჩნდა, ეს გარანტია არც ისეთი მყარია, რადგან მთელი მისი სტრატეგიული ესე იგი პარტნიორები, სახელმწიფოები, რომლებიც აი ამ ესე იგი ნავთობი ინდუსტრიის წამყვან სახელმწიფოებს წარმოადგენენ, აღმოჩნდნენ ირანული ბალისტიკური რაკეტების სამიზნეები, შესაბამისად ამან სრულიად შეცვალა განცდა ახლო აღმოსავლეთში და შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარებაც. გარდა ამისა, თუ კი მოხდება ისე, რომ ეს ირან-ამერიკის დაპირისპირების შედეგად ირანი კიდევ უფრო ძლიერი გამოვა, მსხვერპლი რა თქმა უნდა უდიდესი აქვს, თუმცა იმიჯურად და გეოპოლიტიკურად რომ შევხედოთ, თუ კი აი ომში ირანი უფრო გაძლიერდება და როგორც ლოგიკა კარნახობს, აქეთკენ მიდის საქმე, მაშინ ირანი წარმოიქმნება ერთ-ერთ დიდ სუპერ სახელმწიფოდ, რომელსაც გააჩნია როგორც სამხედრო რესურსი, ისევე ენერგეტიკული რესურსი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მზარდი ტიპის სუპერ სახელმწიფო, რომელიც წლების მანძილზე იყო ერთგვარ იზოლაციაში, მოხდეს ასეთი მზარდი ამბიციური სახელმწიფოს შეკავება და შესაბამისად თუ დავაკვირდებით ამ თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის კავშირს, ისინი ალყაში აქცევენ ირანს, ესე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს დიდ წინააღმდეგობაში არ მოდიან, ყოველ შემთხვევაში ამ ომის ფონზე არც ერთ ამ სახელმწიფოს რაიმე ტიპის უთანხმოება, დიდი უთანხმოება ირანთან არ ქონია პირიქით, იგივე თურქეთის მიმართებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ირანის ხელისუფლებას არაერთ გზის გადაუხდია მადლობა
თუნდაც გასულ კვირებში საგარეო საქმეთა მინისტრმა რაღაციმ განაცხადა ირანისა, რომ არა თურქეთი შესაძლებელია ირანში დესტაბილიზაციის საკმაოდ ეფექტური გეგმები განხორციელებული იყო ქურთული დაჯგუფებების მხრიდან. ანუ მათ შორის არსებობს ეს პოლიტიკური დიალოგი, რადგანაც გეოპოლიტიკური რეალობა კარნახობს მათ, რომ იმოქმედონ პრაგმატულად. თუმცა აი ამ გეოგრაფიული არეალი, აი სამი სახელმწიფოს თანამშრომლობისა, თუ კი მისი გაფართოება არ მოხდა. ამჯერად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად ირანს შეზღუდავს. ყოველ შემთხვევაში, ვინიცობაა და ირანი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, მისი ამბიციების შეკავებას ნამდვილად მოახდენს. თუ არა და მოუწევს მასაც რაღაცნაირად აი ამ კოალიციასთან თანამშრომლობა და როგორც მინიმუმ მათი ინტერესების გათვალისწინება. ამ ახალ კოალიციაში საინტერესო თვითონ გეოპოლიტიკური სივრცეთა განლაგებაც. თურქეთი როგორც ახლო აღმოსავლეთი, საუდის არაბეთი თავისი აი ამ სპარსეთის ყურეთი და პაკისტანი, რომელსაც გასასვლელი აქვს სამხრეთ აზიაზე. და პლუს ამას არის ვარაუდები, მათ შორის, რომ ამ კოალიციის გაფართოება შეიძლება მოხდეს, თუნდაც ისეთი ტიპის სახელმწიფოთა ჩართულობით, რომელებიც განიხილებიან აი ამ სახელმწიფოთა მოკავშირეებად, მაგალითად აზერბაიჯანი, თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ფონზე, ასევე თურქეთს საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები აქვს ბოლო ხანებში დამყარებული ეგვიპტესთან და ცდილობს მასთან დადოს სამხედრო ტიპის ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობისა, რის გამოც კვიპროსისა და ისრაელის საკითხის აქტუალიზაცია ხდება კიდევ ერთხელ მათი მხრიდან უსაფრთხოების განცდისა და ასევე ყატარი როგორც ძლიერი, ესე იგი ენერგო რესურსების მქონე სახელმწიფო და ძლიერი ეკონომიკისა. მოკლედ პოტენციალი ამ ერთობას გააჩნია და რაც თავარია, ეს ერთობა ყოველ შემთხვევაში რიტორიკის დონეზე შინაარსობრივად მაინც ანტი-ისრაელური ერთობაა, რაც თქვით რომ შესაძლებელია მან შეაკავოს მზარდი ირანული ამბიციები, უფრო მეტად აგრესიული იქნება ეს კოალიცია ისრაელის მიმართ და ეს სიტყვათა გაცვლა გამოცვლა იგივე ნეთანიაჰუსი და ერდოღანის შორის ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ მათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს და არც საუდის არაბეთი და არც პაკისტანი გამოირჩევა დიდად გულთბილი დამოკიდებულებით ისრაელის მიმართ. რომ გავაგრძელოთ ახლო აღმოსავლეთის თემა, საინტერესო ამბავი ვრცელდება ირანიდან, რომ ირანი და ომანი შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეს თანაბარ კონტროლზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები დააწესებენ მოსაკრებელსაც და გაიყოფენ საზღვაო მიმოსვლის ტრაექტორიებს, მაგალითად შემსვლელ, ესე იგი, ხომალდებს გააკონტროლებს ირანი, ხოლო გამსვლელ გზას გააკონტროლებს ომანი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება. დასავლურ მედიაში, ტელეგრაფში, ნიუ-იორკ ტაიმსში, სხვადასხვა მედიებში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, არის თუ არა ეს და ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება იმას, რომ შეერთებული შტატები ამ ომში დამარცხდა იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა ზიანი უდიდესი აქვს ირანს, თუმცა ვერ მოხდა ჩამოშლა სისტემის და რაც თავარია შეერთებულმა შტატებმა გარკვეულწილად დაკარგა კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, იმ მთავარ ეკონომიკურ არტერიაზე, რომელზე მანიპულირებითაც ირანმა მოახერხა ენერგოკრიზისის გამოწვევაც და აი ამ ეკონომიკური წნეხით მანიპულირება შეერთებულ შტატებზე და მთელ სოფლიოზე, რომ ამ ომის იმიჯური სახე მაინც მისკენ შემოეტრიალებინა. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენე, ამ ომმა თავიდან ბოლომდე შეცვალა ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურა და ის უფრო მეტად დაშორდა შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ კონცეფციას, ვიდრე ომამდე იყო, რაც აი ამ ნიუანსების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ომის ამ ეტაპზე თეირანმა მოახერხა ამ ომიდან დაზიანებული, თუმცა გარკვეულწილად გამარჯვებული გამოსულიყო. თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა ისეთია ახლო აღმოსავლეთში, რომ ყოველდღურად შეიძლება შეიცვალოს, შეერთებულ შტატების როგორი ხასიათი აქვს, როგორც ჰეგემონ სოფლიო პოლიტიკისა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ და თუ დღეს რაღაცნაირად მოუწევს უკან დახევა, მე არ გამორიცხავ იმას, რომ მომავალში კვლავ განმეორდეს მსგავსი ტიპის ინტერვენცია, ჩვენ უყურებთ ირანთან შტატების მხრიდან სისტემების ცვლილების მცდელობას 1950 წლიდან მოყოლებული, ზოგი წარმატებით განხორციელდა, თუნდაც მოსადეყის დროს რევოლუცია, თუნდაც შახის დროსაც, მაშინაც ჩართული იყო იგივე აია ჰომეინის რეჟიმის მოსაყვანად შეერთებული შტატები, თუმცა მე არ გაუმართლა
როგორც აღმოჩნდა და ეხლაც ნახეთ მცდელობა იმისა, რომ რეჟიმი ჩამოშლილიყო, რასაც დაახმარა კიდევაც სამხედრო ძალები, თუმცა მთავარი რისკი ვერ იქნა გაწეული, ვერ დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია, რაც ყველა ამ სამხედრო ექსპერტების შეფასებით იქნებოდა უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასი, რადგან ადგილობრივი ესე იგი რელიეფისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით ასეთი ტიპის ინტერვენცია საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავდა. მეორე მხრივ CNN-მა და Axios-მა გაავრცელეს მონაცემები, რომ სახმელეთო ტაქტიკური ტიპის რაკეტები და ზუსტი დარტყმის რაკეტების მარაგი ამოწურულია ზოგადად შორს მოქმედი რაკეტების 80% შეერთებული შტატების მხრიდან და სახელი გართული პატრიოტების სარაკეტო სისტემების 50%. რაზედაც რა თქმა უნდა შეერთებული შტატების ოფიციალური ადმინისტრაციამ თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, თუმცა ტრამპმა აღნიშნა გასაბრძანება, რომ მონაცემების გაჟონვის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. ლოგიკურად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ თუ ეს ყველაფერი ტყუილია და манипуляციაა და როგორც ტრამპი ამბობს, ამ манипуляციას უკან შესაძლებელია იდგეს რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესები, თუნდაც დემოკრატიული პარტიისა, ან გარეძალების, რომ წაახალისონ ირანის მოქმედება და ამით შეავიწრონ შეერთებული შტატების პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ თუ ეს მართლაც ტყუილია, მაშინ ინფორმაციის გაჟონვის მიმართულებით გამოძიების დაწყების ფაქტი არალოგიკური ჩანს. ყოველ შემთხვევაში იარაღის დეფიციტი შეერთებულ შტატებს რომ აქვს, ეს აისახა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ რეალობაზე, არამედ უკრაინაშიც. რა მოხდა უკრაინაში? ჩვენ ხედავთ როგორ ესე იგი ეფექტურად ახდენდა კიევი თავისი აი ამ დრონებით შეტევას რუსეთის სიღრმეებში და იბომბებოდა არა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ან სამხედრო ტიპის ობიექტები, არამედ ისეთი ესე იგი ლოჯისტიკური ცენტრები, მარკეტპლეისის ტიპის, როგორიც არის Wildberries და ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას და როგორ იმოქმედა ზოგადად საზოგადოებრივ განწყობებზეც, რომ დაიწყო ესეთი რიტორიკა, რომ აი ომი უკვე რუსებთანაც მივიდა სახში, თუ აქამდე რაც პერიფერიაზე იმართებოდა საბრძოლო მოქმედებები რუსების გადმოსახედიდან, ახლა უკვე მათ სახთანაც მიაკითხა ომის უბედურებამ და მთელი ეს სამხედრო ტიპის კამპანია საკმაოდ წარმატებულად გამოიყურებოდა. ახლაც გრძელდება უკრაინას უარი არ უთქვია ამ ტიპის კამპანიებზე. დღეს მაგალითად დაიმომა ბაშკიეთის დედაქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომ ეს ამ ტიპის ოპერაცია გრძელდება და საკმაოდ წარმატებულადაც ეკატერინბურგში დაიბომბა Wildberries-ის საწარმო და ამაზე უარი არ უთქვია უკრაინას, თუმცა გასულ კვირას საკმაოდ მასირებული ბალისტიკური იერიში მიიტანა რუსეთმა უკრაინაზე და იმ სამხედრო და მათ შორის სამშვიდობო სასაცხოვრებლების დაიბომბა და სამხედრო კომპლექსები. გარდა ამისა დაიბომბა ასევე უკვე უკრაინის მხარეს არსებული ეს ლოჯისტიკური მარკეტპლეისის ტიპის ცენტრი, ეპიცენტრი, რასაც ესე ქვია და სრულად განადგურდა რამდენიმე ესეთი ცნობილი ბრენდის საწარმოები და სასაწყობე ობიექტები. ყოველ შემთხვევაში აი ეს უკრაინის ტაქტიკა გამოიყენა რუსეთმაც, ოღონდ გამოიყენა უკვე ბალისტიკური ტიპის რაკეტებით და რა იყო საგანგაშო აი ამ შეტევაზე, ომი გრძელდება, ბუნებრივია, პასუხი ორმხრივია. მართლაც გასაუცარი როგორ ახდენს რეაგირებას უკრაინა რუსეთის შეშეტევებზე, რომ პირიქით იქითაც რუსეთის სიღრმეშიც გადადის, თუმცა რა იყო აღმაშფოთებელი, ესე ვთქვათ, და ესე იგი მნიშვნელოვანი ამ რუსეთის შეტევის დროს, რომ არც ერთი ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება არ მომხდარა, რადგანაც უკრაინას არ გააჩნია დღესდღეობით ანტიბალისტიკური დანადგარები, ანტიბალისტიკური ანტისარაკეტო სისტემები. შეიძლება ეს მოწყობილობები აქვს, თუმცა ის რაკეტები არ აქვს, რაც უნდა ისროლოს მათ საწინააღმდეგოდ და თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინას ექნებოდა ლიცენზია პატრიოტების წარმოებისა, რომ მას მიეწოდებოდა ასევე მსგავსი ტიპის შეიარაღება, თუმცა აი როგორც თქვით ჩვენ, რომ გაჟონა მედიაში, რომ შეერთებული შტატებს აქვს უკვე დეფიციტი
და ამოწურა თავისი აი ამ შორსმოქმედი რაკეტების მარაგები. აი სწორედ აი ამის ფონზე გახორციელდა ეს ბალისტიკური შეტევა და ამის ფონზე ტრამპმა წინა შეთანხმება უარყო. და როგორც ტრამპმა განაცხადა, შეახსენეს მათ ზელენსკის თხოვნა, რომ გადაეცა მას პატრიოტის ტიპის რაკეტები და განაცხადა, რომ რაკეტები ჩვენ გვჭირდება. ზელენსკის ისედაც გადასცა წინა მორბედმა, ჩემმა ბაიდენმა 300 მილიარდი შეიარაღებაო, მე მას დაუტოვებ სავსე მარაგები და მან გააცარიელაო და რაღაც გავსი ტიპის განცხადება გააკეთა, თუმცა ჩვენ აუცილებლად შევავსებთო ჩვენს მარაგებსო და მინდის ამაზე მუშაობაო და პრაქტიკულად თვითონ დაადასტურა ის, რაზედაც მისი ბრძანებით დაიწყო გამოძიება ინფორმაციის გაჟონვაზე, რომ შეერთებულ შტატებს მარაგები ამოეწურა. მოკლედ აი ამ ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემებზე ზელენსკი მას გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ საკუთარი წარმოება შექმნათ და ამაში ჩართულია თვითონ ევროპაცო. გააკეთეს განცხადებები ფიოდოროვმაც, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომ მე რომ წავედი ჩემი თანამდებობიდან დავტოვე მზა პროექტი და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში უკრაინას ექნება ამისი ტექნიკური რესურსი, რომ გაუძლოს და პირიქით შეტევაზეც გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით სიტუაცია ასეთია, რომ უკრაინის ცა დაუცველია. თუმცა ომის აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის მთლიანი პერიოდი გვეუბნება ერთ მარტივ რაღაცას, რომ ომი თავისთავად გრძელვადიანია და მიმართულია გამოფიტვისკენ. ომი, რა თქმა უნდა, პროქსი ხასიათისაა, ანუ დასავლეთი იბრძვის უკრაინის ხელით და რუსეთი ცდილობს ერთის მხრივ მიაღწიოს მის სამხედრო მიზნებს და მეორეს მხრივ გადაარჩინოს საკუთარი ეკონომიკა და გადართოს ის სამხედრო რელსებზე და აი ამ ომის მიმდინარეობის პერიოდში უპირატესობა სამხედრო ტიპის უპირატესობა ტექნოლოგიური უპირატესობა იყო გარდამავალი. თქვენ გახსოვთ, როდესაც გამოჩნდა შაჰიდის ტიპის ესე იგი იაფიაინ დრონები, როდესაც რუსეთი მარტივად ახერხებდა უკრაინის ცის გადაჭედვას და ეს მრავალმილიონიანი ანტისარეკეტო დანადგარები, რომელმაც გადასცა შეერთებულ შტატებმა უკრაინას ვერ ახერხებდა ეფექტურად ეპასუხა ამ $10,000 შაჰიდის ტიპის დრონების შეტევებზე. მერე უკვე უკრაინამ მოახერხა შეიქმნა თავისი ესე იგი სისტემა უპილოტო საფრენი აპარატების და დღეს უკვე ხედავთ, რომ ბალისტიკური რაკეტების ხარჯზე ყოველ შემთხვევაში აი ამ კვირის მოცემულობით გამკვირვებული ტიპის უპირატესობა დაიბრუნა რუსეთმა. სწორედ ამ უპირატესობას გაუსვა ხაზი უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩებაო რუსეთს აი ამ სამხედრო ტექნოლოგიურ განვითარებაში. თუმცა მე დააზუსტა ისიც, რომ უკრაინა საკმაოდ წინ არის, საკმაოდ სკეპტიკური იყო ზოგადად ნატოსთან ინტეგრაციის საკითხზე უკრაინისა, რადგან როგორც მან განაცხადა, ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ამავდროულად ის ფიქრობს, რომ დროა ჩამოყალიბდეს ახალი ტიპის უსაფრთხოების სტრუქტურა ევროპაში, განსაკუთრებით ალბათ იმის ფონზე, რომ შეერთებული შტატები ამ მხრივ საკმაოდ პასიურია, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ საჭიროა ევროპამ შექმნასო საკუთარი უსაფრთხოების სისტემა. რა თქმა უნდა, ამ ახალ სისტემაში უკრაინა იქნება განუყოფელი ნაწილი, რადგან მას რომ აქვს გამოცდილება საბრძოლო დღესდღეობით ევროპის არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია, არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ ის ცოდნა ახალი ტიპის ომისა, რასაც უყურებ ჩვენ პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად. თუმცა როგორც ზალუჟნი, ისე ფიოდოროვი დღეს შვებულებაში არიან, ასე რომ ვთქვათ, რადგან ზელენსკიმ სხვადასხვა მიზეზებით, რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, თუმცა გამოთქვით მაშინ ჩვენ ვარაუდი, რომ შესაძლებელია აი ამ იგივე ზალუჟნის, იგივე ფიოდოროვის, იგივე სირსკის შემთხვევაში, აი ამ სამხედრო ელიტისა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ესე იგი დაიცვეს უკრაინა და მეტიც შეტევაზე გადაიყვანეს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომელიც რაღაცა გაურკვეველი მიზეზების გამო ზელენსკიმ გაათავისუფლა. და მაშინ ჩვენ გამოთქვით ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს იყოს გარკვეულწილად მათში რაღაცნაირად პოტენციური მოწინააღმდეგის დანახვის შიში და რეაგირება. ომში ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურისა, საკმაოდ დიდ ავტორიტეტს იძენიან ხოლმე სამხედრო ელიტები, რომლებიც უშუალოდ ფრონტის ხაზზე ქმნიან ყოველდღიურობას და ფრონტის ხაზზე ცდილობენ ქვეყნის გადარჩენასაც და პირიქით, როგორც უკვე ვახსენეთ, შეტევაზეც გადავიდა უკრაინული საჯარისო ნაწილები. აი ამ ვარაუდის, ესე რომ ვთქვათ, ამ ლოგიკის გასამართლებლად შეგვიძლია მოვიშვილოთ ის, რომ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც იგივე ან ფიოდოროვის, ან ზალუჟნის რეიტინგები გაცილებით უსწრებს ზელენსკის რეიტინგს. ეს კვლევა, რა თქმა უნდა, არ არის ყოვლის მომცველი და ვერ ასახავს ახლა ობიექტურ რეალობას, თუმცა ის რომ პოლიტიკაში, რადგან ესეთი ტიპის კვლევები ტარდება, ის რომ პოლიტიკურ წრეებში
ამაზე საუბარი მიმდინარეობს, ეს ცალსახაა და ეს ეჭვი არა მხოლოდ მე გამიჩნდა, არამედ ბუნებრივია ეს ეჭვი მუსირებს შესაძლებელი ადგილობრივ ელიტაში და როგორც ჩანს საერთაშორისო ასე იგი პოლიტიკურ წრეებშიც, რადგანაც ასეთი ტიპის კვლევებს სჭირდება დაფინანსება, დაკვეთა და შემდეგ უკვე წარმოჩინა ფართო აუდიტორიისათვის. ჩვენ შეგვიძლია ეს ლოგიკა კონსპირაციულ თეორიად დავტოვოთ, თუმცა სავარაუდოდ გარკვეული ჭეშმარიტება ამაში არის ბუნებრივია, რადგანაც უკვე ვიცით ჩვენ რომ ზალუჯიმ დაუდასტურა კიდევაც ელიტკის რომ თუ არ კი არჩევნები ჩატარდება, ის მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თავი დავანებოთ აი ამ ასე იგი პოლიტიკური კონკურენტების კონსპირაციულ თეორიას, ჯერჯერობით მაინც ასე დავტოვებ, დაუბრუნდეთ ბალისტიკური რაკეტების თემას, მე უკვე ვახსენე რომ უკრაინის ეროვნული წარმოების ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემების შექმნაში მონაწილეობას ღებულობს ევროპული სახელმწიფოებიო, 10 სახელმწიფოა ამაში ჩართულიო ახსენა. თუმცა ერთ პატარა სატირულ დეტალს შემოვიტანა ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა ევროპას ამის რესურსი გააჩნია, თუმცა არსებული ევრობიოკრატია სად ესე ეფექტურად არ გამოიყურება რუსეთის წინააღმდეგ ომში და აი ამ კვირას გავრცელდა ამბავი, რომ ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი გაზის მოხმარებაზე. თქვენ ნახეთ, რომ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღეს, მე-20 პაკეტი მიიღეს, საქართველოში ყურევის ნავთობგადამამუშავებელი, ესე იგი, საწარმო დაასანქცირეს. ოღონდ ისე რომ თლას ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან და 6 თვიანი ვადა შემოიღეს, თუ იყო ფაქტი ამ რუსული ნავთობის მოხმარებისა, რომელიც რაღაცა გარკვეულ სანქციებს ეწინააღმდეგება, მაშინ პირდაპირ მოხდებოდა სანქციება, 6 თვიანი ვადა მისცეს, აქ კიდე სხვა ნიუანსები, რომელიც არ შევჯერდები, უბრალოდ პარალელი მომყავს საქართველოში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი იმაში რაღაცა შემოდის რუსული ნავთობიო და ამ დროს ბელგია 100%-ით გადავიდა რუსულ თხევად გაზის მოხმარებაზე, იმიტომ რომ ამერიკული გაზი თურმე ყოფილა ძვირი. მე ბოლომდე ხაი ამ საკითხს არ გავარჩევ, თქვენ თვითონ დააკომენტარეთ, თუ რას ფიქრობთ აი ამ ბელგიურ ამბავზე და თუნდაც ყულევის სპორტის დასანქცირებაზე. რაც შეეხება საქართველოში რა თქმა უნდა გრძელდება ეს რაღაცა შიდა პოლიტიკური ამბები, იყო ეს ბარამიძეს ვიდეო მოიარა მთელი სოციალური ქსელი, ამ თემაზეც არ ვისაუბრებ, უბრალოდ აი აგვისტოს ომის დღეებია, უდიდესი ტრაგედია გადაიტანა საქართველოს სახელმწიფომ, ჩვენი სამხედროები შეეწინენ აი ამ ომს, იყო სამოქალაქო ტიპის ხერხი, იყო ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ არ შევიდი ამ შემთხვევის ტრაგიზმში და უფრო პოზიტიური სიახლე შემოვიტანო მსჯელობაში ამ მიმართულებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება ჩვენთან სწავლება უფასო, სრულიად დაუფინანსებენ. აქ შეიძლება რაღაც რისკები არსებობდეს, თუმცა როგორც ამბავი პოზიტიურია, რადგან სწორედ აი ამ ახალი თაობის ურთიერთობებით უნდა მოხდეს გაერთიანება ჩვენი და იმ ადამიანებისა, რომლებიც აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მე გემშვიდობებით უკეთესი მომავლის იმედით, რა თქმა უნდა და მოვა ის დრო, თუკი ერი შევძლებთ იმას, რომ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური იდენტობების გამო ერთმანეთში დაპირისპირება გვერდით გადავდოთ და ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელდოთ, ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და შევქმნათ ის რაღაცა ეროვნული მიზიდულობის ცენტრი და ეროვნული მიზიდულობის პოლიტიკა, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგიყვანოს იქამდე, რა თქმა უნდა მშვიდობიანად მოხდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დიდება გმირებს და კეთილი სრულიად გემშვიდობებით.